ცრემლების გარეშე მომხდარს ცოტა თუ იხსენებს. ერთ დღეში მოკლული 1200 და 251 გატაცებული ადამიანი ისრაელელებისთვის უმძიმეს მოგონებად იქცა, რომელიც 2 წელია არტოვებთ. ჰამასის სასტიკი ტერორისტული თავდასხმიდან ზუსტად 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი შეუქცევადი გახადა. ომი გრძელდება. ათასობით ისრაელელი კი ითხოვს დასრულდეს ის, რაც ხელისუფლებამ ანკლავში ტერორისტების გასანადგურებლად წამოიწყო. თელ-ავივის ცენტრში მოქალაქეებმა აქცია დღეს ისევ გამართეს. 2 წლის წინ დეიდაჩემი მისი ქიბუცის წინ მოკლეს. ჩემი დეიდაშვილი კი ტყვე დაიყვანეს. 11 თვის თავზე ის ჰამასმა მოკლა. მაგრამ დღეს იქ ჯერ კიდევ რჩება 48 ადამიანი, ომი გრძელდება. მაგიდაზე არსებობს შეთანხმება, არსებობს საშუალება დამთავრდეს ეს ომი და ყველა სახლში დავაბრუნოთ. ამას ყველა ვიმსახურებთ, ჩვენც, ჩვენი მეზობლებიც. ჩვენ გვსურს ეს ომი დასრულდეს. ეს იყო გამანადგურებელი და საშინელი დღე ისრაელის სახელმწიფოსთვის. დღეს აქვთ გავართ იმ ადამიანების მოსაკონვრად, ვინც იმ დღეს ჰამასმა მოკლა. მოვითხოვთ ტყვეების დაბრუნებას და ღაზაში ომის დასრულებას. ვთხოვთ მთელ მსოფლიოს შეადგეს ეს გარიგება. პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ ერთადერთს შეგიძლიათ დააბრუნოთ ისინი სახლში. ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. მე მსურს ტალი და ლეორი სახლში დაბრუნდნენ, ისევე როგორც სხვა 48 ტყვე ღაზიდან. იმედის ნიშნები სწორედ ამერიკელმა პრეზიდენტმა გააჩინა. რეგიონალურ მოკავშირეებთან ერთად ჰამასი დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებაზე დაითანხმა. ახლა დაჯგუფებისა და ისრაელის წარმომადგენლები ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან და მეორე დღეა ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას განიხილავენ. ჰამასის თანხმობა უკვე არსებობს ცეცხლის შეწყვეტაზე და ტყვეების გათავისუფლებაზე, თუმცა დაჯგუფება დროს ითხოვს. ჩვენი ამოცანა სიონისტების აგრესიის დაუყოვნებლივი დასრულებაა. ჩვენი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის ფარგლებში მოძრაობა დათანხმდა ყველა შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ბოლო ასეთი პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნოდა. ეგვიპტეში მოლაპარაკებებზე ვცდილობთ მოუხსნათ ყველა ის დაბრკოლება, რაც ჩვენი ხალხის მისწრაფებას ეღობება. ეს კი გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, საოკუპაციო ჯარის ღაზიდან გასვლას, ჰუმანიტარული დახმარების ანკლავში შესვლას და დევნილების დაბრუნებას, ასევე რეკონსტრუქციის დაწყებას პალესტინის ტექნოკრატიული მთავრობის პირობებში. ჯერ ბუნდოვანია ჰამასის პოზიციები ტრამპის გეგმის სხვა ნაწილზე, რომელიც ჰამასის განიარაღებასად და პალესტინის მომავალ მთავრობაში მის რაიმე ჩართულობაზე უარს გულისხმობს. თუმცა ამერიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი შეეცდებიან ამ საკითხსაც მოჰფინონ ნათელი. პრეზიდენტი ნეთანიაჰუ ამ გარიგების მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი, როგორც პრინციპში ყველა სხვა ერი. ამ გარიგებაზე მართლაც ბევრი ქვეყანა მუშაობს, რათა ის მალე გავაფორმოთ. ვფიქრობ, ჩვენ მივახცევთ ამ გარიგებას, ეს იქნება ღაზის შეთანხმება. დარწმუნებულიც კი ვარ ამაში. ისრაელში ათასობით ადამიანი ელოდება ტყვეების დაბრუნებას, შეთანხმება შედგება და ის იქნება ხანგრძლივი. ჩვენ ასევე მივიღეთ პოზიტიური სიგნალი ირანიდან, მათაც სურთ ეს გარიგება. 21 პუნქტიანი გეგმის თანახმად ისრაელის ძალები ნელ-ნელა დატოვებენ ანკლავს. ეს ჰამასის განიარაღების ფონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფი საერთაშორისო ძალებით უნდა მოხდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღაზაში ომის გამო საერთაშორისო კრიტიკის ხანგრძლივი ობიექტია, ტრამპის გეგმას იწონებს, თუმცა თუ მასში რაიმე არასწორად წარიმართება, იცის, რომ ამერიკის პრეზიდენტის იმედი შეიძლება ჰქონდეს. ეს გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის თავდაცვის ძალების ნაწილის გასვლას გულისხმობს, ნაწილი კი ისევ ღაზაში დარჩება. მეორე ეტაპი ღაზის დემილიტარიზაციასა და ჰამასის განიარაღებას ისახავს მიზნად. ესაა მოლაპარაკებების პირობები, თუმცა რა თქმა უნდა ვერ გეტყვით დასთანხმდება თუ არა მას ჰამასი. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და იმედი მაქვს ასეც მოხდება, მაგრამ გარანტიას ვერ გაძლევთ. თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, ჰამასის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი სრულად დაუჭერს მხარს ისრაელს. 2 წლიანი ომის შედეგად 70,000-მდე პალესტინელი დაიღუპა. უცნობია, რამდენი იყო მათგან დაჯგუფების მებრძოლი და რამდენი უდანაშაულო მსხვერპლი. ომმა გაანადგურა ქალაქები და სოფლები 2 მილიონიან ანკლავში. გადარჩენილთაგან 90% დევნილობაშია. ათასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ეს ნაკბა, ანუ კატასტროფა, სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი და დევნილობა. ჩვენი ოჯახები განადგურდნენ, დაიხოცნენ. ჩვენი სახლები აღარ არსებობს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. დღეს და არა ხვალ. ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხედად იქცა, დავკარგეთ ოჯახური შეკრებებისა და საოჯახო ვახშმების საშუალება. დავკარგეთ კარგი მომენტები. ამ ორ წელიწადში დავკარგეთ საგანმანათლებლო ინსტიტუციები, ჯანდაცვითი ინსტიტუციები. ყოველდღე ვიღვიძებ და ვნატრობ ჩემი შვილების სკოლის ასაცმელში ვნახო, რომელიც მე ჩავაცვი და სკოლაში გავამგზავრე. ეს არ ყოფილა მხოლოდ ომის 2 წელიწადი. ეს იყო ტრაგედიების, ტანჯვის, დევნილობის, უსახლკარობის, შიმშილის 2 წელი. ამ დროში ფსიქოლოგიური სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა, ემოციური სტაბილურობა არ გვქონია. ამ 2 წელიწადში 8-ჯერ მაინც შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი. ამასთან ღაზა შიმშილობის პირასაა. ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შესვლა გართულებულია, რადგან ტერორიზმის მაღალი რისკის გამო ისრაელი ამას მკაცრად აკონტროლებს. გრეტა თუნბერგისა და ათობით სხვა აქტივისტის მცდელობა ანკლავში ჰუმანიტარული დახმარებით მოხვედრილიყვნენ კვლავ მარცხით დასრულდა. დეპორტირებულები ისრაელის მთავრობას პალესტინელების გენოციდში ადანაშაულებენ. თელ-ავივი უარყოფს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ასეთი ბოროტები, რომ ტყვეობაში მყოფი მილიონობით ადამიანი განსრახ აშიმშილო. ის, რომ ჩვენი მისია ადგილზე არ შეუშვეს, სირცხვილია. ისრაელი აგრძელებს გენოციდს, იმ მიზნით, რომ გააქროს მთელი მოსახლეობა. ჩვენს თვალსა და ხელს შუა, რაც ჩვენ შეგვეძლო, ესეც მინიმუმია, რისი გაკეთების საშუალებაც არ მოგვეცა. ვიდრე წითელი ზღვის მახლობლად შარმელ-შეიხში ჰამასისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეები ერთმანეთში ცეცხლს კვლავ ცვლიან. დაკავებები გრძელდება დასავლეთ სანაპიროზეც, მათ შორის დღესაც.